ჰკითხეს მას ფარისევლებმა. როდის მოვა ღვთის სასუფეველი? უპასუხა მათ. ღვთის სასუფეველი არ მოვა თვალსაჩინოდ. არც იტყვიან, აგერ აქ არის, ან აგერ იქ არისო. ვინაიდან აჰა, თვითონ თქვენშია ღვთის სასუფეველი. მოწაფეებს უთხრა. დადგება დღეები, როცა ინატრებთ, თუნდაც ერთი დღით იხილოთ კაცის ძე და ვერ იხილოთ. გეტყვიან, აგერ აქ არის, ან აგერ იქ არისო. ნუ წახვალთ და ნუ გაედევნებით. ვინაიდან როგორც ელვა ელავს ის ერთი კიდიდან და ანათებს მეორე კიდემდე, ასევე იქნება კაცის ძე თავის დღეს. ოღონდ თავდაპირველად მისი ხვედრია მრავალი ტანჯვის სატანა და უარყოფა ამ მოდგმის მიერ. და როგორც ნოეს დღეებში იყო, ასევე იქნება კაცის ძის დღეებშიც. ჭამდნენ, სვამდნენ, ცოლს ირთავდნენ, თხოვდებოდნენ იმ დღემდე, ვიდრე ნოე კიდობაში შევიდოდა. მერე მოვიდა წარღვნა და ყველა დაიღუპა. ისევე როგორც ლოტის დროს იყო. ჭამდნენ, სვამდნენ, ყიდნენ, ყიდულობდნენ, რგავდნენ და აშენებდნენ. ხოლო იმ დღეს, როცა ლოტი სოდომიდან გავიდა, ცეცხლმა და გოგირდმა იწვიმა ზეციდან და ყველა დაღუპა. ასევე იქნება იმ დღესაც, როცა კაცის ძე გამოჩნდება. იმ დღეს, ვინც ერდოზე იქნება, ხოლო მისი ნივთები სახლში, ნუ ჩამოვა ასაღებად. ვინც ყანაში იქნება, უკან ნუ დაბრუნდება. გაიხსენეთ ლოტის ცოლი. ვინც ცდილობს თავისი სული შეინარჩუნოს, დაღუპავს მას. ხოლო ვინც დაღუპავს თავის სულს, შეინარჩუნებს მას. თქვენ გეუბნებით, იმ ღამეს ორნი იქნებიან ერთ საწოლზე, ერთს წაიყვანენ და მეორე დარჩება. ორნი დაფქვავენ ერთად, ერთს წაიყვანენ, მეორე დარჩება. ორნი იქნებიან ყანაში, ერთს წაიყვანენ, მეორე დარჩება. პასუხად უთხრეს მას. სად უფალო? ხოლო მან უპასუხა. სადაც ლეშია, ორბებიც იქვე მოგროვდებიან.